ყველას. დაგიბრუნდით, როგორც იქნა ახალი ვიდეოთი. და ხო, ვინც პირველად უყურებთ ჩემს ვიდეოებს, მე ვარ ხატია და თქვენ მოხდით ჩემს არხზე. მოკლედ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვარიდებდი თავს, რომ გადამეღო ახალი ვიდეო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა რომ გადამეღო. ზოგადად გადაღება მიყვარს ძალიან, როგორც იცით ალბათ. არა მარტო ვლოგების, არამედ ფოტოებისაც და მიყვარს, როდესაც ადამიანებს სილამაზეს ვაჩვენებ ჩემი თვალით დანახულს. და რაღაცნაირად ამ ყველაფერს ავსახავ, ეს ტელეფონი იქნება თუ კამერა თუ ნუ სხვა აღარაფერი აღარ არსებობს. და ხო, ამ სილამაზეს უბრალოდ და ამ ყველაფერს ავსახავ ჩემი კამერით თუ ტელეფონით, მნიშვნელობა არ აქვს. თავარია მე როგორ ხედავ ამ სილამაზეს, ჩემთვის რა არის სილამაზე, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერია, ყველაფერში არის სილამაზე და ყოველ დეტალში შეგვიძლია ეს დავინახოთ, რადგან სამყაროს ავსია ლამაზი რაღაცებით საერთოდ ყველაფერი ლამაზია და ყველა ადამიანი ლამაზია. და რა მინდოდა მეთქვა. დიდი ხნის განმავლობაში ვარიდებდი თავს, რომ გადამეღო ვიდეოები. იმის გამო, რომ როდესაც თქვა დილით ვიღვიძებდი და ძალიან მინდოდა მთელი სულით და გულით რომ გამოეკეთებინა და გადამეღო თქვა დილის ვლოგი, რაღაცნაირად სარკეში ვეხედებოდი და ვუყურებდი ჩემ თავს, რომ იცი რა, დღეს ძალიან ცუდად გამოიყურები და მოდი არ გვიდა გადაღება. არ მომწონდა ჩემი სახე, არ მომწონდა ჩემი სხეული. მოკლედ რაღაცნაირად ყოველი დილა იწყებოდა ასე საკუთარი თავის ბულინგით, თვითგვემით, რომ არ ხარ ლამაზი და საერთოდ არ უნდა გადაიღო ვიდეოები, არ გამოიყურები, რაღაცნაირად არ ჯდები სილამაზის სტანდარტებში, რაღაცის სტანდარტებში, რომელსაც ხალხი აღიქვამს, რომ ლამაზია და ასეთი უნდა იყო. და შემდეგ რაღაცნაირად მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ის ვიცი, რომ რაღაცებს არ უნდა მოусმინო და სტანდარტებში არ უნდა ჩარჯდე და ასე შემდეგ და ისიც ვიცი, რომ საკუთარი თავი არ უნდა დააბულინგო და რაღაცები არ უნდა დააჯერო, მაინც ბოლოს გავიაზრე არა, უფრო დავაჯერე, რომ რაღაც მომენტები შენს ცხოვრებაში აღარასოდეს აღარ განმეორდება. ის წუთი, რომელიც იყო, აღარ განმეორდება, ის წელი, რომელიც ახლა გაქვს, აღარ განმეორდება. და ყოველი წუთი შენი ცხოვრების არის შენი შანსი, რომ რაღაცები უკეთესობისკენ შეცვალო. ჩემ თავს ვუთხარი, რომ ხო, შეიძლება არ გამოიყურები კარგად, არ ხარ ლამაზი იმდენად, დილით შეშუპებული სახე გაქვს, რაც ჩემი ბრალი არ არის და ჩემი ჯანმრთელობის ბრალია. მეში მომატებული ხარ და არ გიხდება ის ტანსაცმელი, რომელიც ადრე გიხდებოდა. არ ვიცი, ისეთი გამხდარი სახე აღარ გაქვს. ისე უკეთესად აღარ გამოიყურები. სახე არ გაქვს გადაკრიალებული, მაგრამ ეს ხომ შენ ხარ, რეალური ხარ. და ხო, ადამიანებმა ისეთი უნდა დაგინახონ, როგორიც ხარ. ნახონ შენი კარგი ვერსიაც, ნახონ შენი უკეთესი ვერსიაც და ამავდროულად ის ვერსიაც, როდესაც თავს კარგად არ გრძნობ და შენ სხეულში კომფორტულად არ ხარ. მაგრამ თავარი არის ის, რომ მე ვარ. არ ვარ ყალბი. რაც ძალიან არ მიყვარს ადამიანებში, იმიტომ რომ როდესაც ზრდასრულ სამყაროში შეაბიჯებ, დაინახავ ძალიან ბევრ სიყალბეს. ასე რომ ხო, ასეთი ვარ. და დღეს სიყალბე განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში ძალიან კაფიო გახდა. უпростоრად ძალიან ბევრ სიყალბეს ვხედავთ. სოციალებში სხვანაირად გვაჩვენებენ თავს და რეალობაში სხვანაირები არიან. განსაკუთრებით ინფლუენსერები და განსაკუთრებით ქართული ინფლუენსერები არ მინდა არავის შეურაცხყოფა მივაყენო, რადგან მე ვფიქრობ, რომ ასეთი რეალობა გვაქვს საქართველოში. ასე რომ ეს მე ვარ. ზოგჯერ
იმ არაიდეალური სხეულით, ზოგჯერ იმ არაიდეალური სახით, მაგრამ რაც თავარია, მე ვარ. და არ მინდა ხოლმე გაჩვენოთ მხოლოდ ჩემი საუკეთესო ვერსია და ჩემი საუკეთესო რუტინა. რაღაცნაირი იდეალური დილა თითქოს ყოველთვის ასე გამოიყურება, იდეალური შუადღე თითქოს ყოველთვის ასე გამოიყურება, ჩემი იდეალური ხასიათი თითქოს ყოველთვის ძალიან ისეთი მშვიდი და რაღაცნაირი გაწონასწორებული ვარ, მაგრამ ხო, ეს რეალურად ასე არ არის და როდესაც ხასიათზე ვარ, მაშინ ვიღებ ხოლმე ვიდეოებს, უფრო უკეთესად, როდესაც ვგრძნობ თავს. ასე რომ მინდა რომ რაღაცნაირად მაინც არ მოვწყდე ამ ყველაფერს, ვიდრე უკეთესად ვიგრძნობ თავს და ვიდრე ჩემი თავი ბოლომდე მომეწონება და გავაგრძელო ვიდეოების გადაღება, რადგან ეს წუთი, ეს წამი, ეს წელი, რომელშიც ახლა ვარ, არასდროს არ დამიბრუნდება. სხვათა შორის ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყო მომენტები, რომ რაღაცებს უკან ვწევდი და მავიწყდებოდა, რომ ზოგჯერ უნდა გაერთო, ზოგჯერ დრო უნდა გაატარო ადამიანებთან, რადგან ეს წუთები აღარ ეს დროს დაგიბრუნდება. და ხო, ყველაფერს ძალიან ნანობ, რომ წარსულში რეალურად რაღაც პრობლემებმა, ჩემმა წონამ მაგალითად პირველ ადგილზე გადმოინაცვლა და ის ურთიერთობები და კარგი მომენტები, რომლებიც უნდა მქონოდა, უკან გადაინაცვლა, რადგან მეგონა, რომ სახლში უნდა ჩავკეტილიყავი და კიდევ უფრო უნდა დამეკლო წონაში და ამან მიმიყვანა არა მარტო ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდ ეტაპზე, არამედ ფიზიკურადაც. იმიტომ რომ ჩონჩხი დავდიოდი. ასე რომ ყველაფერი ასეა ამჟამად. ბევრი ადამიანი, რომელიც ჩემი გამომწერი ხართ, მუდმივად ადევნებთ თვალს ჩემს ვიდეოებს, მუდმივად რაღაცნაირად ნახულობთ დავდე თუ არა ახალი ვიდეო, ბოლომდე მიყურებთ, მადევნებთ თვალს, მოგწონთ ჩემი ვიდეოები, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ და ძალიან მახარებს ხოლმე მართლა თითოეული ნახვა, თითოეული გამომწერი და ესე ყოველ 5 წუთში ერთხელ ახალ ვიდეოს რომ დავდებ ხოლმე, ჯერ ნახვებს ყოველ 5 წუთში ერთხელ ვარეფრეშებ და გამომწერებსაც. დღევანდელ ვიდეოში კი შემოგთავაზებთ რამდენიმე დღიან ვლოგს. ხოდა, ჩემს არხზე მინდა შემოვიტანო ასეთი რუბრიკა. Matcha talks or coffee talks or wine talks. საუბრები. იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე ადამიანები, როდესაც საუბრობენ რაღაცაზე გულსფრელად. ხოდა, ახლა ძალიან მომინდა რომ თან დამელიაღვინო, რადგან ძალიან მიყვარს ცოტა ღვინო, ნახევრად ტკბილი კი რა ვქნა ბევრს მომშრალ ღვინოს და ძალიან ვიცი ისიც რომ რეალურად ადამიანები, რომლებსაც ღვინო ძალიან უყვართ და ამ სფეროში გარკვეულები არიან, ნახევრად ტკბილს არ მიიჩნევენ იდეალურ ღვინოდ. მაგრამ მე მშრალი არ მიყვარს, ასე რომ ჩემი გემოვნებით დავლები მას რაც მინდა. ხო, და ვარ ღვინის ნახევრად ტკბილი ღვინის მოყვარული და არ მაინტერესებს ვინ ჩათვლის რეალურად მიყვარს თუ არა ღვინო. ხო და ეს მინდა და მეთქვა რომ ფიქრობ რომ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვისაც რომ ვილაპარაკო ხოლმე მოკლედ ადამიანებს ჩვევია ხოლმე რაღაცეების გადადება. როდესაც რაღაცის გაკეთება გვინდა და ცხოვრებაში გვინდა რომ რაღაც მიზანს მივახციოთ, რომელსაც სჭირდება ძალიან დიდი ეფორტის ჩადება და ამაზე მუშაობა და რაღაც და მთელი შენი ენერგიის მიწვნა, ძალიან ხშირად გვიყვარს ხოლმე რომ ეს ყველაფერი გადავდოთ და დროში გავწელოთ. არ ვიცი ბევრს, მე ასე ვარ. გაწელვა მიყვარს ხოლმე. რაღაც მიზეზებს ვიგონებ, ან ვუგონებ ჩემს თავს. ძალიან კაია ის ადამიანები, ვინც ხართ, რომლებიც
რაღაცნაირად მიზანს დაისახავ და პირდაპირ ამ მიზნისკენ მიდიხართ და ყველაფერს აკეთებს საერთოდ და არც ერთ წამს არ გავდგავთ და ყველანაირ ენერგიას და თამაში, მაგრამ მე ასე არ ვარ და ყველაფრის მოკლე დროში გაწევა მიყვარს და ალბათ ჩემნაირად ძალიან ბევრი. ხო და როდესაც რაღაცას გინდათ რომ მიაღწიოთ, ნამდვილად სჯობს რომ გააკეთოთ დროულად. არ გაწელოთ, არ გადადოთ ხვალ, ზეგ, რადგან ამის შემდეგ მესამე, მეოთხე, მეხუთე დღე მოყვება, ერთი წელი მოყვება და რაც უფრო დაგვეზარება, ეს რაღაც არ გამოგვება. ასე რომ, როდესაც რაიმე მიზანი გაქვთ, ყოველთვის უთხარით თქვენ თავს, რომ მოდი აი ახლა დავждები და აი უბრალოდ მივაწვევი ამ ყველაფერს და უბრალოდ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს შემიძლია. ვიცი რომ ძალიან რთული არის რაღაცნაირად საკუთარი თავის მობილიზება, კონცენტრაციის მოკრება და ამ ყველაფერში ჩადება, მაგრამ ნამდვილად ღირს. ჩემი ვიდეოების გადაღებას ვწელავ ხოლმე დროში, იმიტომ რომ არ ვიცი, მგონი რომ რაღაცის სტაილინგს რო ვაკეთებ, არ მიხდება, რადგან წონაში მოვიმატე და მოდი რომ გავხდები, მე გადავიღებ. ბოდი სახე რომ გადამიკრიალდება, მე გადავიღებ. ანუ ეგ დრო არ ვიცი როდის მოვა და ადექი აიღე კამერა და გადაიღე. თუ რაღაცის გაკეთება გინდათ, უბრალოდ აი ასე ადექით და შევდექით ამ ყველაფერს და გააკეთეთ. არ ვიცი, ყველანაირ ძალა მოიკრებეთ. ხო და მეც აი ასე გადავწყვიტე რომ გადავიღო და არ დამეზაროს. და ეს ჩემი რაღაცები გაგიზიაროთ, რადგან შესაძლოა რომ ბევრი ადამიანისთვის ძალიან мотиваციის მიმცემი იყოს. დღევანდელი ვიდეოს მთავარი თემა არის და მთავარი რჩევა. არასოდეს არ გადადოთ რაღაც. და თუ რაღაცას დებთ, უკვე დიდი ხანია და გინდათ რომ გააკეთოთ, მოდით ამ ვიდეოს შემდეგ უბრალოდ ჩამოწერეთ თქვენი მიზნები, რა გჭირდებათ ამის განსახორციელებლად, რას მოითხოვს და უბრალოდ ადექით და გააკეთეთ. რაღაც პროდუქტები მივიღე, რომლებიც მინდა რომ დავტესტო. და ვნახოთ როგორი იქნება და შემდეგ გაგიზიარებთ მომეწონება თუ არა. დაგაჩვენებ თან ერთი პროდუქტი მინდო და ძალიან დიდი ხანია. ეს არის დამატენიანებელი და სხვა შორის ძალიან მაინტერესებდა. ეს არის პილინგი. პილინგი ნამდვილად მინდა და ახლა მქონდა. აქ არის ამ ბრენდის ეს ტუჩის ბალმით დავტესტე და უსაყვარლესია, ძალიან კარგი სუნი აქვს და ძალიან მომეწონა. ეს არის ღამის დამატენიანებელი. მხოლოდ შეფუთვა აქვს ალბათ საუკუნე მეყოფა და სხვა შორის ეს ძალიან ისეთი იყო TikTok-ზე ხშირად მხდებოდა. ეს გამწმენდი ფომი და ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება და აუცილებლად დავტესტავ და გაგიზიარებთ. გარეთ არის კარგი ამინდები და ჩემს ხასიათზე აისახა ეს კარგი ამინდები, იმიტომ რომ რაღაცნაირად ბევრად უფრო კარგი ხასიათზე ვარ მართლა ამინდს ძალიან მნიშვნელობა, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანი როგორ იგრძნობს თავს. მართლა რაც უფრო კარგი ამინდია, შენც კარგად ხარ თითქოს. განსაკუთრებით აი ზამთრის შემდეგ რო კარგი ამინდები მოდის და რაღაცნაირად შენც რო ენერგიით ივსები. ძალიან მინდა რომ ვიყიდო იასამანი. და ახლა ვფიქრობ რომ გავიდე და ვიყიდო. არ დამეზარა. იმიტომ რომ იასამანი ძალიან მიყვარს და იასამანის სუნი რომ დგას ხოლმე რა მთელ სახლს შეგარის საოცრება. ამ ვიდეოში მინდა გითხრათ რომ ალბათ 90% რომელიც უყურებს ჩემს ვიდეოებს არ ხარ აქვს გამოწერილი, ასე რომ გამოიწერეთ ერთი ღილაკია აქ სადღაც და დააჭირეთ მაგას. Please. იასამანი უნდა მეყიდა იდეაში სახლიდან რომ გავედი, მაგრამ იასამანის მოსვლა მუშის რძე ვიყიდო.
ეს არის ნამდვილი 64. ჩემი ამანათები მოიტანეს. ხოდა მეთქი, ბარემ გადავიღებ, რადგან მე ყოველთვის მაინტერესებს ტანსაცმლის unboxing-ის ვიდეოები. ხოდა ეს ყველაფერი ნახევრად გავგლიჯე და ნახევარი ერთად გავხსნათ. Yay! Hi! 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 I dye my hair. Didya. Შემინდოდა ეს პიჯაკი, რატო? Next. ეს არის საოცრება. ანუ, უბრალოდ უნდა უყურო და დადგება, ისეთი ჩანთაა. Why is this so good? Look. ასეთი კურტკა მინდა და ძალიან დიდი ხანია. ეს არის ძალიან კარგი და ლამაზი. ეს შარფალი. ასეთი დეტალით. ეს იყო ჩვენი unboxing. How much I really liked you. Cause I never even told you. Oh